მესაკუთრე, რომელიც ასეთ დღეში ჩააგდებს და დაამახინჯებს ქალაქის იერსახეს, მას უნდა ჩამოერთვას ქონება. აბსოლუტურად კანონიერად უნდა ჩამოერთვას. კაცი, რომელიც არასუფთავებს მის ცხვირწინ დაყრილ ნაგავს, უნდა დაჯარიმდეს ისე, რომ წელში ვერ გაიმართოს. როგორც კი გაჩნდება პატრონი, იქნება სისუფთავე და იქნება წესრიგი. შეგვიძლია ახალ ნახოთ ამ მდგომარეობას. შენობა, რომელზეც კოტე ჭარხალაშვილი, იმერეთში ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი საუბრობს, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და წლების წინ აბანოებს წარმოადგენდა. თუმცა ამ ეტაპზე ფუნქცია დაკარგული აქვს და გავერანებულია. ქალაქის ცენტრში რო აი ასეთი ამბავი გექნება, დღეს თუ არა, ხვალ თავი უნდა ჩამოიხჩო იმ ხეზე. შენ ქალაქში მაცხოვრებელი არ ახარ, შენ არ ახარ ღიზი ქუთაისში იცხოვრო, არათუ ქალაქის მერიაში იჯდე. ამის გამოსავალს რო ვერ ნახავ წლების განმავლობაში. არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ელიზა ჩახუნაშვილი, რომელიც მეზობლად კვების ობიექტს ფლობს. მისი თქმით, მძიმე ანტისანიტარიის გამო პრობლემები ექმნებათ ადგილზე არსებულ ბიზნესებს, გარდა ამისა არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე, რაც უბედური შემთხვევის რისკს ზრდის. მე პირადად ვიყავი მერიაში, რამოდენიმეჯერ განცხადება დავწერე, ფოტოები გადაიღე, ნახეს ეს სულ ახალი შენობაა, მაგრამ რა ვიცი, სად ნახულობდა ხალხი ამდენ ნაგავს არ ვიცი. მოვითხოვე, რომ სველი წერტილი გაეკეთებიათ, სადმე რომ აქ არეულოთ. მაგრამ ადამიანები მაინც აქ მოდიან, იმიტომ რომ შეჩვეულიები არიან. ყველა დადის, ყველა ტუპიკში შედიან და ტუალეტს ილევენ. მთელი ქალაქი აქ დადის. მე მაქვს კვების ობიექტი. საზიზღარის სუნი არის, ფაქტიურად ფანჯრებს და კარებს ვერ ვაღებთ. მაგის გარდა ცუდ რამეებსაც აკეთებენ, წაბალს იკეთებენ, შპრიცები მხვდება. მე პირადად სამჯერ გავიტანე აქედან ნაგავი, ხარჯი გავწიე. ვიცი რომ მესაკუთრე არის ვინმე აკაკი წერეთელი და ყავს წარმომადგენელი აქ, იმ წარმომადგენელს ბევრჯერ ვესაუბრე. და მითხრა რომ ჩემი საქმე არ არის, მერიაშიც ვიყავი. წერილით მიმართე რომ დამხმარებოდნენ და დაელაგებიან და მითხრეს რომ კერძო საკუთრება. უამრავი ბაქტერია, საშიშროება, ეპიდემია შეიძლება მოხდეს, ზაფხული მოდის და გაზაფხული და მეშინია, ძალიან მეშინია. ჩემს გარდა აქ არის 3-4 კვების ობიექტი. ეხლა შეიძლება სველი აქაურობა და არა, მაგრამ რამდენი ხის მასალა ყრია, ჭერია ჩამოგდებ, რატო არ შეიძლება? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კი მართალია ამ შენობას ვერ დაანგრევს ეს ხანძარი, მაგრამ ერთადერთი რასაც ვითხოვ და არა მარტო მე, ჩემი თანამშრომლები და მე მგონი ყველა ნორმალური ადამიანი, თუ ეს ადამიანი ვერ აკეთებს აქ ვერაფერს, შემოღობოს მაინც დროებით და ნაგავი თვითონ გაიტანოს. რატო უნდა გავიტანოთ ჩვენ სხვებმა? ჯერ აკაკი წერეთელი ქვია ადამიანს და სამარცხვინოა, ვის სახელსაც ატარებს, საკუთარ ობიექტს არ უვლის. დიდი ნაგავსაყრელია ქუთაისი. დიდი ნაგავსაყრელი. ტყუილა მიაქვს მანქანებს იქით ნაგავი შეუძლიათ აქ დაყარონ მაინც. რამხელა საშიქროება შეიძლება დაინგრეს ერთ დღეს და რამოდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. პატარა ბავშვები შედიან, შიგნით პაწაწუნები, სიგარეტს რო ეწევიან, მალავენ, ხან აქ და ხან იმ ტუნელში. შეგიძლიათ წამოხვიდეთ და ნახოთ რა ხდება. მძიმე მდგომარეობაში ასევე იქვე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც ქუთაისში კულტურის სახლის სახელითაა ცნობილი. შენობა ნელ-ნელა ინგრევა, საფრთხეს ქმნის ფასადიც, რომელიც არაერთხელ ჩამოიშალა. არ ვიცი, აი ეს შენობა, ნახე, ეს მე ავაკარი, რომ შიგნით რაც ნაგავია, ხალხი შემოტანილია, დროებით ავაკარი, რა ვიცი, რომ, მაგრამ ყველაფერს მე ხო არ გავ, ჩემი ტერიტორია არ არის და აი ესე დღეში არის ქალაქის ცენტრი. ნახე. თქვენ წარმოიდგინეთ, ავეჯიც მოაქვს და ყრიან ძველ ავეჯს. ნახე, წარმოგიდგენია, მე კვების ობიექტი მაქვს და აგერ სასტუმრო არის, ჰოსტელია და წარმოიდგინე იმ ტერასაზე გამოსული ადამიანი რა სიამოვნებას ხებულობს. არა და საუკეთესო ადგილზე დგას ეს შენობა, პირდაპირ რიონის პირზე გადადის. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ლამაზი სასტუმრო ან რამე შეიძლება გაკეთდეს აქ.
ხო. ლამაზი ადგილია ხო, კარგი ადგილია და ასე არის უპატრონოთ, ეს კერძოა თუ მთავრობისა ეს წარვით. კერძოა. მე რა კაცო ხო უნდა იყოს. ხო, რაღაცა უნდა გააკეთოს. მე რა კერძოა, მე ვაფუჭებ გარემოს, ხო? მე რა პიროვნება ვარ და ვერ ვაკეთებ საფრთხეს და რანაირი საფრთხე რომ მოვდივართ აქ და გავლა-გამოვლა ყოველდღე გვიხდება. რა დროს რა მოხდება, არ ვიცი და ნამდვილად უნდა გააგებინონ, რომ სურათებით ახლა მაინც კი ხდება, მარტივად გადაგზავნა ამ ხედის, რომ დაინახოს თვითონაც შორს თუა წასული, რომ ამ მდგომარეობაში ეშენობა. ან მიხედოს, ან გაყიდოს, ან ჩააბაროს, რა ვიცი. რაც შეიძლება რომ გაკეთდეს მომდევნო ამ ეტაპის უნდა მიხედოს ამ მდგომარეობას ნამდვილად. სირცხვილი ერთი და რაღაცას მოიტანს თუ არ მივხედებთ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთი. ყოფილი აბანოების შენობა კერძო საკუთრებაშია და იგი ოფიციალური დოკუმენტებით საზღვარგარეთ მცხოვრებ აკაკი წერეთელს ეკუთვნის. როგორც მესაკუთრის წარმომადგენელმა მეგატივთან სატელეფონო საუბრისას განმარტა, შენობის შემოღობის უფლებას მათ მერია არ აძლევთ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქალაქის მერიას პროექტი წარუდგინეს, ადგილობრივი უწყებისგან ვერც ძველი შენობის დემონტაჟის და ვერც ახლის აშენების უფლება მოიპოვეს. ჩვენ 3 წელია ვითხოვთ, 3 წელია კი არა, 94 წლიდან როცა შეიქმნა მაგ ობიექტი წერეთელმა, იმ პერიოდიდან უნდა მაგის დანგრევა. და ამას ვინ გვიშლის ხელს, რატო გვიშლის და რატო არ გვაძლევენ ამის უფლებას? ეს უკვე შეგიძლიათ მერიაში გაარკვიოთ. ჩვენ ველოდებით თანხმობას, რომელიც დღემდე არ მეგვიღია. გასაგებია ქაუტონოქეთი, მაგრამ აქ საუბარია თქვა დასუფთავებაზე და შემოღებაზე. დასუფთავებაზედაც გეუბნებით და ყველაფერზე მერიამ თუ არ მომცა თქვენ გეცოდინებათ კანონმდებლობა თუ არა და მაგით შეგიძლიათ მერიაში გადაამოწმოთ. თუ მერიამ არ მომცა თანხმობა მაგის შეღობის, მე მაგის უფლება არ მაქვს. ამიტომ ჩვენ მერიაში გვაქვს წერილი გაგზავნილი ხანება აბარებენ რომ აბრალებენ რომ ზემდგომშია გაგზავნილი და იქედან თუ მოკლედ მიზეზები არ გამოერიათ და მე ბოლო შეხვედრაზე მერს ვთხოვე რომ ერთადერთი კითხვა დაუსვი და დავტოვე ის ხდომა რომ ვინ აგებს პასუხს არ არის აქ ნაგავზე ეს არის ნაგავი მიაზე ხარწყოვანი იმასთან რომ იქ რო ვინმე შევიდეს და ის შენობა ჩამოინგრეს ამაზე ვინ აგებს პასუხსო მერი შემპირდა რომ მიავიყვან ამას პირად კონტროლზე ჩემი მობილურის ნომერი დაიწერა და შეგეხმიანებითო იმის შემდეგ 1-3 თვეა გასული და არავინ არ შემხმიანებია ჩვენ პროექტიც გვაქვს ინვესტიციაც იმის საშუალებაც აქვს წერეთელს რომ ააშენოს თუ შენ არ მოწონთ ის პროექტი თვითონ შეუძლიათ შეიტანონ კორექტირება და ნუ რა თქმა უნდა ჩვენთან შეთანხმებით ჩვენ მზად ვართ ერთი მინიმუმ 10 წელია მან დავაშენოთ მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობა არ გვაძლევს ამის უფლებას მეგატივმა საკითხი ასევე მოიკვლია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, სადაც განგვიმარტეს, რომ შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს, მაგრამ ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალშია. შესაბამისად, პროექტი სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს. აკაკი წერეთელი წითელ ხიდთან 2343 კვადრატულ მეტრს ფლობს, რაც ყოფილი აბანოების შენობასაც მოიცავს. მეგატივმა საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს. ფალიაშვილის ქუჩის 9 ნომერში მდებარე მითის ნაკვეთსა და შენობა ნაგებობას ყავს კერძო მეპატრონე, რომელსაც ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკვე გაეგზავნა ოფიციალური წერილი ტერიტორიის დასუფთავების შესახებ. მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მეპატრონეს კანონის შესაბამისად დაეკისრება ფინანსური ჯარიმა. რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ყოფილი აბანოს დემონტაჟისა და მშენებლობის საკითხს, ის მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე შენობის ფიზიკური დაცვის 50 მეტრიან არეალში. შესაბამისად, მოქალაქის წერილი გადაეგზავნა SSIP საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტოს პასუხის თანახმად მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა ექვემდებარებოდეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ვალდებულებებს. საკითხის განხილვა განახლდება კანონის მოთხოვნების შესაბამისად კორექტირებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აბანოს დემონტაჟის ორგანიზების პროექტი უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, რის შესახებაც ფალიაშვილის ქუჩის 9 ნომრის მეპატრონე ინფორმირებულია.
აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ასევე ჩავწერეთ იურისტი მათე ჩაფიჩაძე, რომელმაც მსგავს შემთხვევებში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე კერძო მეპატრონის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მან იმ ბერკეტებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც შეიძლება მეზობლებმა ამ შემთხვევაში იქ არსებული ბიზნესის ობიექტების მფლობელებმა გამოიყენონ, რათა დაცული იყოს მათი უფლებები. რიგში, რა თქმა უნდა, მერიამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ადგილი და ტერიტორია და იერსახე პრაქტიკულად არის მოულელი, მიტოვებული და მერია შეუძლია, რომ მოსთხოვოს მეპატრონეს, რომ ამ დამახინჯებული იერსახეს მიხედოს, ხო? და ამაზე მერიას პასუხისმგებლობაც აქვს, ანუ იგულისხმება ის, რომ საკუთარ უფლებამოსილებებში მსგავსი შენობის მოვლა პატრონობის კუთხით აქვს ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობას. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრაქტიკულად ეს არის ნაგავსაყრელი, ფაქტიურად იქ არსებული სიტუაცია და აქედან გამომდინარე, ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსთანაც და ადმინისტრაციული სამართალდამცავთა კოდექსთანაც გამომდინარე, მერია ვალდებული არის, რომ მიხედოს ამ ნაგავსაყრელს. ანუ, რა თქმა უნდა, დააჯარიმოს ის ადამიანი, მათ შორის ის, ვინც წყლის ნაგავს და პლუს ამას თვითონ მეპატრონეც. ანუ მას აქვს ვალდებულება, რომ იზრუნოს მის ქონებაზე. და მინიმუმ ის მაინც მოუთხოვოთ, რომ მოხდეს კარების, ფანჯრების ამოქოლვა, რომ იქ ფაქტურად აღარ მოხდეს მესამე პირების დაშვება. კიდევ უფრო მეტი, ანუ იქ რომ ვინმე დაზიანდეს, ანუ ფაქტურად ამ შენობის ნაგებობის, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება და შინთან ცენტარი არის, იქ რომ ვინმე დაზიანდეს, ანუ ამის მიხედვის ვალდებულების ნაწილში მერიას ქმედი უფლებამოსილებები აქვს და ეს უნდა განახორციელოს. ანუ მერის ჩართულობა, რა თქმა უნდა, ამ საქმეში არის უნიშნულოვანი. თუმცა არის კიდევ მეორე გარემოებაც, რომ იქ არსებული ბიზნესები, რომლებიც ჩივიან ანტისანიტარიას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სასარჩელო წესითაც ედაოს მესაკუთრეს. სამეზობლო თმენის ვალდებულება გასაგებია, ხო? ახლა შეიძლება ვითმინოთ და ასე შემდეგ, რაც არის გათვალისწინებული კანონმდებლობით, მაგრამ ის სპეციფიკური სუნი და ანტისანიტარია, რაც არის პრაქტიკულად არის ხელშეშლა. ხო, რეალურად ახლა იქ არსებულ სუნს დაადასტურებს როგორც სურსათერული სააგენტო, ასევე კერძო ექსპერტიც, რომ და პრაქტიკულად ანუ შეუთავსებელია, მათ შორის ანტისანიტარიის ნაწილში მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრანაც მოხდეს შეხმიანება და ან შეიწამლოს ეს ადგილი, ან ესე ვთქვათ, მიექცეს შესაბამისი ყურადღება, დეზინფექცია მოხდეს, რომ არ გავრცელდეს რაიმე ამ ტიპის ესე ვთქვათ, რა ქვია, ბაქტერია თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ საერთო ჯამში მერიის ჩართულობით და შეწუხებით და ქმედითი ნაბიჯებით მესაკუთრეს წინააღმდეგ შესაძლებელია, რომ მესაკუთრე იძულებული გახდეს, რომ უბრალოდ მინიმუმ შემოღობოს მაინც, ან კერძო დაცვა დააყენოს, რომ არ მოხდეს გარეშე პირების იქ შესვლა და იმ ქმედებების განხორციელება, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესი ჩევის. ქუთაისის ცენტრში მდებარე ყოფილი აბანოების მიტოვებული შენობა დღეს მხოლოდ კერძო საკუთრების პრობლემა აღარ არის. ის უკვე საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. მაშინ როცა ნაგებობა ნელ-ნელა ინგრევა და ანტისანიტარიის კერად იქცა, ადგილობრივებსა და ბიზნესებს ყოველდღიური რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება. საკითხის გადაჭრა მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებებით ვერ დასრულდება. საჭიროა პასუხისმგებლობის მკაფიო გაყოფა, კანონის აღსრულება და რეალური ქმედებები, რათა ქუთაისის ისტორიულ ცენტრში საფრთხის შემცველი შენობები აღარ დარჩეს და ქალაქმა უსაფრთხო სივრცის სტატუსი დაიბრუნოს. კიდევ ერთი საფრთხის შემცველი ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეგრეთ წოდებული კულტურის სახლია, რომლის ფასადი არაერთხელ ჩამოიშალა. ორივე შენობა რეალურ რისკს უქმნის მოქალაქეებსა და იქ დასაქმებულებს. ანტისანიტარიან გრევის საფრთხე და დაუცველი ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, სადაც უბედური შემთხვევა მხოლოდ დროის საკითხია. როდესაც პასუხისმგებლობა ნაწილდება კერძო მესაკუთრესა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ხოლო პროცესები ბიუროკრატიულ ბარიერებში იკარგება, პრობლემა წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება. დღეს ქუთაისს სჭირდება არა ფორმალური გაფრთხილებები, არამედ რეალური, შეთანხმებული და დროული ნაბიჯები, რათა ისტორიულ ცენტრში არსებული საფრთხის შემცველი ნაგებობები უსაფრთხო სივრცეებად გადაიქცეს და ქალაქმა ღირსეული ურბანული გარემო დაიბრუნოს.
იმერეთსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, ფსიქოტროპული ნივთიერების და მარიხუანის რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველობა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცება დამოიღეს, მათ შორის მეტადონი, გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანაფი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისათვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს 25 მომხრე და 2 წინააღმდეგი კენჭისყრა ამ შედეგით დასრულდა. ამ გადაწყვეტილებით ქართული ოცნების ლიდერებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური პასპორტით მინიჭებული პრივილეგიები დაკარგეს. გადაწყვეტილება ძალაში მარტის დასაწყისში შევიდა. დასრულებულია ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისათვის ვიზების გაუქმების შეჩერებას. გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში, დაწერა სოციალურ ქსელში რიკარდ იოზვიაკმა. 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ამოქმედდა ევროკავშირის განახლებული უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი. მაშინვე ითქვა, რომ ახალი მექანიზმი სავარაუდოდ საქართველოსაც შეეხებოდა ბრიუსელისა და სხვა ევროპული დედაქალაქების მხრიდან მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე. ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისათვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ შეიცვლება, სომები შესაძლოა მთელს მოსახლეობაზე გავრცელდეს. ეს გადაწყვეტილება დღეს ევროკომისიამ მიიღო და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კენჭისყრა დიპლომატებმა ჩაატარეს. გადაწყვეტილებას ჰქონდა კვალიფიციური უმრავლესობა, რაც ნიშნავს, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. ეს ძალაში მარტიდან შევა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ თუ შენ გაქვს საქართველოს დიპლომატიური ან სამსახურეობრივი პასპორტი, შენ აღარ ისარგებლებ ვიზა ლიბერალიზაციით, როცა საზღვარგარეთ იმოგზაურებ. მაგრამ თუ გაქვს ჩვეულებრივი პასპორტი, შენ კვლავ შეგიძლია უვიზოდ მოგზაურობა. ეს არის სიმბოლური ნაბიჯი, პირველი ნაბიჯი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმისა. ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ პირველი დავიწყებთ იმ პირებით, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი შექმნილ მდგომარეობაზე. მოგვიანებით თუ არ იქნება გაუმჯობესება, ჩვენ გადავხედავთ გადაწყვეტილებას მთელი მოსახლეობის მიმართ. ბევრ წევრ სახელმწიფოს არ სურს მთელი მოსახლეობის დასჯა იმის გამო, რასაც რამდენიმე მაღალჩინოსანი აკეთებს. მაგრამ თუ ამავდროულად არაფერი შეიცვლება, ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება მათ გამოიყენონ. ეს არის პასუხი იმ დემოკრატიულ უკუსლოზე, რასაც ევროკავშირი საქართველოში ხედავს. ევროკავშირი მიდგომას მხოლოდ მას შემდეგ შეცვლის, როცა საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომას. ასე რომ მათ ურთიერთობაში უკუსლა გრძელდება. ფასების რეგულირების საკითხზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. კომისიის წევრებმა მწარმოებლებთან დისკუსია გამართეს. საკანონმდებლო ორგანოში ხორცს პროდუქტების, რძისა და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვარია რომ ეს საკითხები ისე უნდა განხილოს, რომ დიდი ჩარევა არ მოხდეს ბიზნეს პროცესში. პრობლემა არის პროდუქცია, რომელიც აუცილებელი არის და რომელიც წარმოება არც ისე დიდი რაოდენობით ხდება და რაღაცა პროდუქტებზე შეიძლება იყოს განხილული რაღაცა გადაწყვეტილება მიღება. კომპანია ჩინეთს თუ განეხილავთ, ჩვენთვის მთავარი არის წარმოების გაზრდა. წარმოების გაზრდა და როგორც ნებისმიერ ქვეყანაში ახაც უნდა მოხდეს კვოტების შემოღება, მაგალითად და რო ჩვენ გავზარდოთ პროდუქცია და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პროდუქციის ფასის შემცირება. ეს ნაწილს რაც შეეხება, ერთი რაღაცა არის, ახლა პირადად ჩვენს წარმოებასთან მიმართებაში ვიტყვი. მე მიმაჩნია კონკრეტულად რა, რომ ეს არის უსამართლობა, უბრალოდ რა, რატომ? იმიტომ რომ კვერცხი რატომღაც დგას განყენებულ მდგომარეობაში. ეს მე მგონი არ არის სწორი და კარგი იქნება თუ ამაზე ასე ვთქვათ, იქნება მიღწეული შეთანხმება, რაც საშუალებას მისცემს ადეკვატურად დააკვირდეს ფასი. ჩვენი მიზანი არის, რომ ერთი მხრივ
ბიზნესი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტური, პრობლემების იდენტიფიცირება, შემდეგ ანალიტიკა, სწორი ანალიტიკა, შემდეგ მექანიზმების დადგენა და ამ მექანიზმების ამოქმედება. სადაც ამ რესურსი არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს აქ 86% ფასნამაც, როდესაც ჩვენ საუბრობთ, აქ ეს კომპონენტი საერთოდ ხო, მარტივია. პირველი მიზანი არის, რომ ეს ფასნამატი სტრუქტურული პრობლემა აღმოხმოთ და რეალურად მივიდეთ კონკურენტუნარიან ციფრს. დანარჩენი დევეგე და ასე სხვა, დანარჩენი ეს დამატებითი მექანიზმებია და ამაზე საუბარი ნაადრევი. კომუნალური გადასახადი არის მთელი საოპერაციო ხარჯის 2%. ესე იგი 86-დან, ასე რომ ვთქვათ, ფასწარმოების ჯაჭვში 2%-ია, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს 36%. და მისი სწორად მართვა და ეფექტურობის მიღება და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემას უნდა მოვაგვაროთ პირველ რიგში და შემდეგ უნდა მოვაგვაროთ თაყვანი პრობლემები. ისმის ულტრალიბერალებისგან რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სიამოვნებაში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით თავისუფალ ბაზარს აქვს თავისი ხარვეზები და სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორების ფუნქცია აქვს სახელმწიფოს, სადაც ხედავთ ჩვენ რომ თავისუფალი ბაზრის გამოყენებით ხდება სხვადასხვა შეიძლება კარტელური ხასიათის გარიგება იყოს, მონოპოლიების წარმოშობა იყოს. ესეც თავისუფალ ბაზარში ხდება ხოლმე და სახელმწიფო სჭირდება ამას რომ ეს ხარვეზები შეასწოროს, გამოავლინოს და შესაბამისად გამოავლინოს და შეასწოროს. ასე რომ ამაში არის ჩვენი ამოცანა, იქნება ძალიან კიდევ ერთხელ ინტენსიური მუშაობა, ყველაფერი იქნება საჯარო. ვარშავაში პოლიციის თანამშრომლებმა ვილუნის დასახლებაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ოპერაციაში სასაზღვრო დაცვის თანამშრომლების მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით ეს იყო ლიეტუვის სასამართლო სისტემის მიერ ინიცირებული მასშტაბური ოპერაცია, რომელმაც მის ქვეყანაში ძებნილი ერთ-ერთი ქართველის დაკავების ორდერი გასცა. პოლონური მედია წერს, რომ ძებნილ ქართველთან ერთად ოფიცრებმა მისი კიდევ 3 თანამემამულე დააკავეს. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები პოლონეთში მათი ყოფნის კანონიერებას ამოწმებენ. გავრცელებული ინფორმაციით მათი პოლონეთიდან გაწევების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.